ევროპის დემოგრაფიას და ევროპის კულტურულ სურათს დედაეტი და გამწარებულები კონსერვატიზმის აღმავლობის მთავარი არგუმენტი დასავლეთში არის, რომ ხალხო რამე უშველოდ გაგიჟდნენ ჩვენი ლიბერალური მთავრობები, შემოყარეს უცხოელები, გაავსეს აქაურობით, მათ მიიღეს უზარმაზარი გავლენები ჩვენს ქვეყანაში, არაფრის საშუალება აღარ აქვს ამის გაჩერების, იმხელა პოლიტიკური გავლენები ყველაფერთან ერთად მოიპოვა იმ ხალხმა და ეხლა იღუპება ჩვენი ქვეყნები. ეგ არის სურათი, კაც კედლები ავაშენოთო, ეხლა ეს იდეები იმარჯვებს დასავლეთში და შემთხვევითი არ არის კაცო ეს იდეები რომ იმარჯვებს, იმიტომ რომ იღუპება დასავლეთი მაგის საფუძველზე, რომ მოხდა სრულიად უგუნური საიმიგრაციო პოლიტიკა, ერთია ეთნიკური რაღაცა ჯგუფის კონკრეტული ანკლავი, რომელიც კომპაქტური დასახლების სახით გაჩნდება, მეორეა თუ ეს ანკლავი არის კონკრეტული მკვეთრად იდეოლოგიზირებული რელიგიური შინაარსის მატარებელი, შენგან განსხვავებული რელიგიური და იდეოლოგიური შინაარსის მატარებელი და მესამეა თუ ამ შინაარსის მატარებელი ჯგუფი არის შეძლებული. ანუ ვისაც აქვს დიდი ფული. არაფერი აღარ არის აქ გასარკვევი, ჩვეულებრივად შენდება ქალაქები, რომლებშიც მყიდველი ვერ იქნებიან ქართველები.